მითია თუ რეალობა რომ ყველა ზეთი ერთნაირია და ყველა ქალი ერთნაირია. მე ზეთზე შემიძლია გითხრათ, ქალებზე თქვენ გაერკვიეთ. ესე იგი, ყველა ზეთი არც ერთ შემთხვევაში არ არის ერთნაირი, გამორიცხულია. უბრალოდ შეუძლებელია რომ ყველა ზეთი იყოს ერთნაირი და მარტივად აგესცით რატო. ზეთში შედის ორი ძირითადი და ორი ყველაზე მთავარი კომპონენტი. ერთი ბაზა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზის წარმომავლობა და წარმომავლობის გარდა რა ჯგუფის ბაზაა და მეორე დანამატი. ლუკასოვილის შემთხვევაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ბაზა, რომელიც არ თხელდება 3000 კილომეტრზე არ კვდება, თუ შეგიმჩნევიათ ავტომობილზე ზეთს რო ჩაასხავთ ახალი ჩასხული რო კარგია და მე 3000 კილომეტრის მერე ხმები გესმით ზეთის კლებას იწყებს და ასე შემდეგ რაღაცები ემართება. ეგ არის ერთ-ერთი უხარისხო ზეთის კი არა და უხარისხო ბაზის დამახასიათებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დანამატი, რომელიც ქარხმად ზეთში ისხმება, ქარხმად ანუ ყველა ზეთი იწარმოება ბაზისგან და დანამატისგან. დანამატი, რომელიც ქარხმად ასხია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარმოებელი ვინ არის, ვისგან არის ნაყიდი და რამდენად სწორად არის დანამატის პაკეტები შერჩეული ამა თუ იმ აპლიკაციისთვის. ლუკასის შემთხვევაში დანამატი ყოველთვის სწორად არის შერჩეული და რაც დაშვება აწერია ზეთს, ყოველთვის აქვს ის დაშვება.